აჭარაში ამ წუთას არის ბათუმის დინამო, მაჭახელა, ქედის ბეთლემი, გონიო, ვესტ-ჯორჯია, რომელიც უკვე ვესტ-ჯორჯია გამოდის წელს რეგიონულ ლიგაში, გონიო გამოდის მეორე ლიგაში, ლიგა 2-ში, მაჭახელა გამოდის ლიგა 4-ში და ქედის ბეთლემი გამოდის ლიგა 3-ში. ნამდვილად ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური თითქმის შეიძლება ითქვას. და მაგრამ რაც შეეხება მაინც პროფესიონალურ გუნდებს, აჭარის ფეხბურთის ფედერაციასთან უფრო მეტად შეხება აქვთ ბავშვთა სკოლებს. კლუბი არის აჭარის მთავრობის მფლობელობაში, ასე 59 წლიანი იჯარით მართვის უფლებით გადაეცა შპს ლამინის. ეს პროექტი 2018 წლიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა 2016 წელს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდის დაარსება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ზღუდავდა მუნიციპალიტეტების მიერ კლუბების დაფინანსებას. ძირითადი შემოსავლის წყარო მაინც დამფუძნებლის შემოდანა და თანხაა, რომელსაც კიდევ გულისხმობს ეს ხელშეკრულება და აღებული ვალდებულება. კიდევ ერთი წყაროა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდი. ხარჯები, რა თქმა უნდა, ძირითადი არის სახელმწიფო ხარჯი, არის ინფრასტრუქტურაზე მოთვალისწინებული ხარჯი. ბუნებრივი საფარის მოვლას დიდი ხარჯი აქვს თავის წელს გადასახადიდან დაწყებული და გუნდის ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, მოძრაობაზე დაწყებული მატჩის წინა შეკრებები, სასტუმროები, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ქართული კლუბების უმეტესობა, მათ შორის ბათუმის დინამო, ორიენტირებულია უფასო ტრანსფერზე. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სირთულეები არის რა კუთხით, სპონსორული კუთხით. ისევ მივდივართ, ვთქვათ, მასშტაბურ ეკონომიურ სიტუაციაზე ქვეყანაში, ვთქვათ, რეგიონში. საინტერესო უნდა იყოს რეკლამის კუთხით. ჩვენთან არ იყიდება სატელევიზიო უფლებები. ფედერაცია აწარმოებს მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას და სამწუხაროდ არ არის ამ კუთხით შემოსავალი, რომელიც კლუბებსაც მოუტანს გარკვეულ დივიდენდებს. სიმართლე გითხრათ, ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში აჭარაში რაც ინფრასტრუქტურის მიხედვით მიმართულებით გაკეთებულა, არ გაკეთებულა ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მაგერ აღსანიშნავია ეს ეცესორი მოედანი, რომელსაც ახლა ვდგევართ ლეონიძის ქუჩაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ აჭარის მთავრობასთან ერთად გააკეთა ორი შესანიშნავი მოედანი, ძალიან ბუნებრივსაფარიანი. დაბალი ლიგების მთავარი პრობლემა ჩემი აზრით პირველ რიგში არის ინფრასტრუქტურა და არა მარტო დაბალ ლიგებს, ეს ჩვენ ეროვნულ ლიგაში ვხედავთ ინფრასტრუქტურის პრობლემას და ზოგადად მივხედავთ იმისა, რომ ბოლო წლებში ჩემი აზრით მაინც ესე რაღაცა გრძელვადიან პერსპექტივაში რომ ავიღოთ და ვისაუბროთ, ბევრი რამ გაკეთდა ქართული ფეხბურთის თვის იგივე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ფედერაციის მხრიდანაც, მუნიციპალიტეტების მხრიდანაც მაინც არ არის საკმარისი ქვეყნის ნომერ პირველი სპორტის სახეობისთვის არსებული ინფრასტრუქტურა. საფეხბურთო კლუბ გონიოს დიდი ისტორია არ აქვს, ეს ახალგაზრდა გუნდია, ასე ვთქვათ, ის რაღაც 2021 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ გუნდი ფუნქციონირებს საკმაოდ წარმატებითაც. ყოველწლიურად გუნდი შესაბამისი ლიგების გამარჯვებული გახდა და დღეს უკვე 5 წლის თავზე საფეხბურთო კლუბი გონიო გახლავთ ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი კლუბი. სტრუქტურას მოგახსენებთ, რომ ეს აბსოლუტურად კერძო კლუბია, ფიზიკური პირების მიერ დაარსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. სამწუხაროდ საქართველოში არა მარტო გონიოსათვის, ზოგადად ქართული ფეხბურთისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხთა გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურა. კლუბს არ გააჩნია საკუთრებაში ინფრასტრუქტურა, საშინაო სათამაშო არენა და ასევე სავარჯიშოებისთვის ვხვირავთ შესაბამისად მესაკუთრებისგან. ქობულეთის ცენტრის მინდორი, რომელზედაც დღეს ვიმყოფებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და იჯარის ფორმით გვაქვს 1 წლის ვადით აღებული.
კლუბის ძირითადი შემოსავლის წყარო დაფუძნებული არის დამფუძნებელთა შენატანზე. დამფუძნებლის შენატანების გარდა ფინანსებით საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ყოველწლიური 400,000 ლარით. თავარი ხარჯი მაინც არის სახელმწიფო ხარჯი, მაგრამ არ ნიშნავს ეს, რომ მარტო სახელმწიფო ხარჯი არის. თავარი ხარჯი არის ინფრასტრუქტურის იჯარები, მოწვეული ფეხბურთელების საცხოვრებელი კვების ხარჯი, სამივლინებო ხარჯები, ასევე ერთ-ერთი ძირითადი ხარჯი სამედიცინო ხარჯი. ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. წელს გონიოს თავარი ამოცანა იქნება, რომ ღირსეულად წარსდგეს ლიგა 2-ში და რაც თავარი ადგილი შეინარჩუნოს. საჭიროა ასევე ისეთი ელემენტარული საკითხების მოგვარება, როგორც არის ფანშოპი, როგორც არის მერჩენდაიზინგის გაყიდვა, матч-დეიზე უფრო მეტი აქტივობა სტადიონზე და არ იყოს მხოლოდ დამოკიდებული გულშემატკივრის დასწრება გუნდის წარმატებაზე და ეს იყოს რაღაცა ყოველდღიური კომუნიკაცია გულშემატკივართან, რომელიც იქნება მასში კლუბთან მისი წარმატების თუ წარუმატებლობის მიუხედავად. თუ კერძო სექტორიდან არ არის თანხის მოძიება, ცოტა რთულია მაღალ შედეგებზე იფიქრო, მაგრამ შეიძლება რა სწორე მენეჯმენტი, სწორე დაგეგმარება, სწორედ რომ მოიყვანო ფეხბურთელები ახალგაზრდები, რაღაც დონეზე შეიძლება რომ გახვიდე შედეგს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპისთვის ნორმალური გუნდი გვყავს. ამჟამად მერის მფლობელობაში ყოფილა კლუბი. და ინვესტორების მოძიება როგორია დაბალ ლიგებში სირთულეა ამათ? რა თქმა უნდა სირთულეა ხა დაბალ ლიგებში რთულია მოძიება, მაგრამ გამოგვიჩნდა საკმაოდ კეთილი ადამიანი, ტექტო ჯგუფის მფლობელი, ბატონი ერეკე ხაჯაი, რომელსაც ძალიან დიდი ფინანსები გაწია ქედის ბეთლემისთვის და ძალიან დიდი ფული გაიღო. ამჟამად აღარ არის ტექტოს მფლობელობაში კლუბი, ტექტო ჯგუფი იყო მფლობელობაში დაახლოებით, აი წელიწადნახევარი წელი. ქედის სტადიონზე ვთამაშობთ ისევ ადგილობრივ სტადიონს ვიყენებთ, სანამ დაიწყება სარემონტო სამუშაოები, მანამდე გამოვიყენებთ ქედის სტადიონს. და ხელშეწყობა გვაქვს სტადიონს ვიყენებთ ლეონიძეზე. ახალი სტადიონის მშენებლობა პირიქით мотивაციას აძლევს გუნდს, რომ კარგი ბაზა კეთდება, სასიხარულო პირიქით მივესალმებით. და ეს мотивაციაა კლუბისთვის, რომ ბაზა გვექნება ერთ-ერთი საუკეთესო რა. ფინანსებსაც შეეხება საქართველოს განვითარების ფონდი, ფეხბურთის ფონდი გვაფინანსებს. რაც შეეხება ტრანსფერებს, შესაბამისად ბიუჯეტის მხრივ ახლა ლიგას 3-ში ვერ მოიყვან მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთს. პატარა ბიუჯეტითაც შეიძლება სწორი მუშაობით, სწორი კომუნიკაციით ინვესტორებთან იქნება ეს თუ ბიზნესმენებთან შეიძლება შენ ელემენტარულად ლოკალური მასშტაბით წარმატებული კლუბი შექმნა და ეს რაღაცა ფინანსური პრობლემები არ ქონდეს და თავიდან აირით. კლუბებმა სწორად უნდა დათვალოს სეზონის დასაწყისში თავისი ბიუჯეტი და უნდა განსაზღვრონ თუ რა აქვს თქვა დასახული მიზნად და არ იყოს რაღაცა ხვალ რაღაცა სპონსორზე დამოკიდებული, რომელიც შეიძლება ხვალ ადგეს და უბრალოდ წავიდეს. სწორი კონტრაქტები, სწორი მუშაობა, ალბათ მენეჯმენტის პრობლემა ზოგადად რომ ავიღოთ და ვისაუბროთ, არის მასშტაბური პრობლემა, რომელსაც ეჯახებიან კლუბები და ეს ბიუჯეტის სწორი დათვლა, რაც შემდეგ იწვევს ამ ფინანსურ პრობლემებს და დავალიანებებს. ტრაგედია არის ის, რაც დღეს მოხდა შუქურას ეგრო გუნდი გაუქმდა. რაც შეეხება მე რა ინფორმაციასაც ვფლობ უკვე მე 2023 წელს რაც ეს ცნობილი მოვლენები გაიმართა შუქურას არ ყოფილი ვარ შუქურაში არ მუშაობდი, მაგრამ ინფორმაციას რა თქმა უნდა ვფლობ. სამწუხაროდ შუქურამ 2023 წელს ვერ მოიპოვა 2004 წელს ასპარეზობის ლიცენზია და აი ამან განაპირობა კლუბის დაშლა. ეს იყო პირდაპირ ვიტყვი არაკეთილსინდისიერი მმართველი გუნდში, რომელიც მოვიდა, რომელმაც დააგროვა ძალიან დიდი დავალიანება საბოლოო ჯამში, ვეღარ გადაიხადა ეს თანხა და კლუბს მოუწია გავანგროტება. ეს არის მთავარი მიზეზი ჩემი აზრით, ну რა დასახელდა ოფიციალურ მიზეზად ეს სხვა საკითხია, მაგრამ ვერ გაართვა ადამიანმა თავი. პირდაპირ ვიტყვი სახელლაგვარს, აი ეთქავამ, რომელიც იყო ბიზნესმენი,
სული საქმე გაუკეთა ქობულეთს როგორც რეგიონს საფეხბურთოს. ზოგადად თუ შეიძლებოდა ამ შედეგის თავიდან აცილება? ხო, მე ვფიქრობ შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლება, თუ მოხდება სწორი რაღაცა პრეზუმპცია და თუ შეეცდებიან მაგალითად მუნიციპალიტეტების მმართველები, რომ background research-ი გააკეთონ ასეთი ეგრეთ წოდებული ინვესტორები. წერს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსი არსებული კლუბი იყო საფეხბურთო კლუბი შუქურა, ოღონდ ალიანს ჰოლდინგის პოზიტიური უფლებით 25 წლით იყო მიცემული ალიანს ჰოლდინგზე, ანუ შესაბამისად ალიანს ჰოლდინგი იყო ერთმართველი ვაღიარებ კლუბის ფუნქციონირებაში, მაგრამ მაშინ ანგარიშვალდებულება რა თქმა უნდა მესაკუთრესთან ჰქონდა. ანუ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი გვეხმარებოდა იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჰქონდა მას შესაძლებლობა დახმარებოდა გუნდს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ფეხბურთის ფონდი საბიუჯეტო სახსრებით ეხმარება მაინც და ანუ იმ ნაწილში, რასაც სამართლებრივად შეეძლო, მას იმის ზევით ვერ მიდიოდა. ვითხოვდი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან დახმარებას იმ კუთხით, რომ მედიატორის როლი შეესრულებიათ, მოგვეწვია ეს აიეთ კუკავა, ჩამობრძანებულიყო ქობულეთში დამჯდარიყავით და ერთად გვეზრუნა კლუბის გადარჩენისათვის, რაც სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ ვერ შეძლო მერიამ იმ მომენტისთვის. დღეს კლუბი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის საკუთრებაში არის უკვე. საჭირო პირების ჩართულობა მე მაძლევს იმედს იმისა, რომ 2026 წელს ქართულ საფეხბურთო რუკაზე შუქურა აუცილებლად დაბრუნდება. არ ამგონია, რომ რეგიონის მასშტაბით ვინმესთვის ეს რამე გაკვეთილი ყოფილიყოს. იმედია, რომ რა ვიცი, ისედაც მწირი რაოდენობა ინვესტორების, რომლებიც მოდიან ფეხბურთში, მათი კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი, რომ რაღაცა სინდისიერების თუ მათი ბიზნეს საქმიანობის გადამოწევა მოხდება და ისე გააკეთებენ შემდეგ არჩევანს მუნიციპალიტეტის მმართველები, როცა კლუბის განკერძოებაზე წავა საუბარი. ფეხბურთის განვითარების ფონდმა უფრო სწორი მიმართულებები მისცა ფინანსური მხრივ და სკოლების საფეხბურთო კლუბების მენეჯმენტს უფრო სწორი მიმართულება მისცა, თუ სად და როგორ შეიძლებოდა რომ სწორად დახარჯულიყო თანხები და ეს რა თქმა უნდა განვითარებისთვის უკეთესი შედეგის დამდებიც იყო და ჩანს კიდევ. მომავალით ჩემი აზრით არ არის მომდოვანი და იმედია, რომ ეს რაღაცა ფინანსური პრობლემები იქნება თუ ინფრასტრუქტურული როცა მოგვარდება და ალაგდება, აუცილებლად ანჭარის რეგიონის წარმომადგენელი კლუბი იქნება ეს დინამო ბათუმი თუ სხვა, ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ეტაპზე ბათუმის დინამოს აქვს ალბათ ყველაზე მეტი შანსი, რომ მოხდეს ის საოცნებო დღეც დადგეს, როცა ჩვენი რეგიონის კლუბი იქნება წარმოადგენელი ევროსარბიელში.